მტერი ვარ, საჭმელი ვარ გვაქვს. ვერ უთლებ შიმშილობას და საერთოდ არაფერი არ მჭამია. რატო? იმიტომ დედაჩემს არ აქვს საშუალება. რას ჭამთ ხოლმე? პოურს, ცერეალს. ძალიან შიოდათ და ატიროდნენ ბავშვები. სამივე და ჩავეხვდეთ ერთმანეთს და ჩვენ ვილოცეთ. ამაუჩვენე. აი ძილის დროს, აი მეშინია რო არ დაინგრეს ესახი. იმის დროს ჭერიდან ჩამოდის წყალი. ამ დროს ბაკი შემოგვაქდა ვდებთ, სადაც წყალი ჩამოდის. სოფიკო ყოველდღე შიში ცხოვრობს, რომ ჭერი ჩამოინგრება და ბავშვები ნანგრევებში მოყვებიან. ქმართან განშორების შემდეგ ახალგაზრდა ქალი მარტო ზრდის სამშვილს და დამოუკიდებლად ვერ მოაგროვებს საჭირო თანხას ჭერის შესაკეთებლად. პატარა ანგელოზები სოციალური დახმარებით არსებობენ, რომელიც პროდუქტებზეც კი არ ყოფნით. როგორ განვითარდებიან ბავშვები ნორმალურად და არიავად მყოფებენ, როცა მხოლოდ პურით იკვებებიან. გამუდმებული შიმშილისა და საკვები ნივთიერებების უკმარისობის გამო ტასოს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. ბავშვს D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი აქვს, მაგრამ დედას ფული არ აქვს, რომ ის ექიმთან წაიყვანოს და საჭირო წამლები უყიდოს. ის თავადაც ძალიან ავადაა. მას კვანძები აღმოაჩნდა სარძევე ჯირკვლებში და ონკოლოგთან მისცეს მიმართულება, მაგრამ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ბავშვების გამოკვებაა. მათ მხოლოდ თქვენი იმედი აქვთ, კეთილო ადამიანებო. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.